Am ინფლაციაზე მოგეთ წარმოდგენა რაც არის რომ ზოგადად ახლა თქვენ წიგნი მაჩუქეთ და კითხულობდით და მოგეთ ეკონომიკა რეალურად ეს ფორმულები არ არის და მოთხოვნა მიწოდებას არ ცდება ლოგიკურ ჯაჭვს არ ცდება და ხშირ შემთხვევაში მე რაღაც ფორმულებში გადავდივარ და ამ ფორმულებში მე ჩავიკარგებით და რაღაც თეორიები იქნება რა თეორიაც ახლა მე ვთქვი და კარგად ვერ გაგაგებინეთ ანუ მეტი ფული რო იყოს რომ აი ამ მომსახურებას რომ ასე ვთქვათ მომსახურების პროდუქტების გაცვლას რომ პრობლემა არ შეექმნას ამ მიწოდების ჯაჭვში ნუ რაც ახსნა აქვთ ხოლმე ცოტა უცნაური ახსნა მაგრამ ახსნა ეგეთი ახსნა მომისმენია და მოკეთ ერთ-ერთი ესეთი მაგალითი რაც შეიძლება გავიხსენოთ აი ისტორიულ წარსულში უნგრეთში სადაც აი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტოპ 5 ინფლაციის მაჩვენებლები რო ავიღოთ ქვეყნებში 4 მეორე მსოფლიო ომის პერიოდს უკავშირდება და უნგრეთში კვადრილიონობით რამდენიმე კვადრილიონი ინფლაციის ტემპი იყო რამდენიმე კვადრილიონი პროცენტი 12 კვადრილიონი თუ 16 კვადრილიონი ინფლაცია იყო უნგრეთში. ეხლა ანუ იქ რა მოხდა ის რომ წარმოება შემცირდა. ნუ ომის პირობებია, გასაგებია და წარმოება შემცირდა, გაძვიდა პროდუქტები. მთავრობამ რა გადაწყვიტა? გადაწყვიტა რომ ეს პროდუქტები გაეაფებინა. ანუ იმას კი არ უყურებთ ჩვენ რომ ეს პროდუქტი რომ ძვირდება, რატომ ძვირდება? ანუ ეს ხომ ეკონომიკის ბუნებრივი პროცესია. ბუნებრივი პროცესი აი ბაზარი ზუსტად ამას გიჩვენს რომ რა მდგომარეობა და სწორად გავიგოთ მიზეზი რომ მე ეს მიზეზი ასე ვთქვათ საფუძველი კარგად გავიაზროთ რომ მე რეალურად ასე ვთქვათ კარგად შევაფასოთ და უმკურნალოთ აი ამ ასე ვთქვათ პრობლემას და პრობლემის მკურნალობა გადაწყვეტეს როგორ ფულის მასის გაზრდით ანუ ის რომ პროდუქტებზე ფასები შემდის გაიზარდა გამოწვეული იყო რით იმიტომ რომ დეფიციტი წარმოიქმნა რომ ნაკლებ პროდუქტს აწარმოებდნენ ნაკლები პროდუქტი აწარმოებს ანუ ეს ჭიქების რაოდენობა შემცირდა შესაბამისად ამ ჭიქებზე ფასები გაიზარდა მთავრობამ რა გააკეთა ადგა და მეტი ფული დაბეჭდა მეტი ფული გამოუშვა რომ შენ უფრო მეტი ფული გექნება ამით შენ ასე ვთქვათ გაგიაფდება და იყიდე ამ ძვირ პროდუქტს კი იმას გაუიაფდა იმ რამდენიმე პერიოდის განმავლობაში მცირე მოკლე პერიოდის განმავლობაში მაგრამ ფულის მასა როგორც გამოვიდა ეგრევე ფულის მასას და ამ პროდუქციას შორის წონასწორობა ისევ დადგა და ამ წონასწორობამ აჩვენა რომ აი ამ ფულის მასის პირობებში გაიზარდა პროდუქციის ღირებულება. კვლავ გაიზარდა, ანუ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდა. როგორ უმკურნალეს კიდევ უფრო მეტი ფული დაბეჭდეს. იმ ფულმა მოკლევადიან პერიოდში, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში უმკურნალა და ასე ვთქვათ დაასტაბილურა ფასები, მაგრამ როგორც კი ბაზარმა იგრძნო რომ ეს ფული გამოშვებულია უბრალოდ იმიტომ კი არა რომ წარმოებული პროდუქცია გაიზარდა და მის მოსამსახურებლად, არამედ უფრო მეტი ფული გაჩნდა ეკონომიკაში ვიდრე ეს ეკონომიკური წარმოებული პროდუქცია და ეს ეტაპობრივად რომ გაზარდეს და ზარდეს ამ ფულის ბეჭდვა კვადრილიონებზე ავიდნენ. იდეაში სადაც ესეთი ჰიპერინფლაციები იყო მსგავსი პრობლემები იყო რომ აი ამ პრობლემას რომ ფასები გაიზარდა და რა ვქნათ კეთილი მთავრობა ბჭყალებში მკურნალობდა იმით რომ ფულის მასას ზრდიდა და ჩვენ უბრალოდ აი ფულის მასის გაზრდით როგორ მკურნალობენ მე ანუ ფულის მასა გაზარდა მე ჯიბეში ფული ხარ გამეზარდა ამით კი ბატონო ხო და ანუ მე ჩემ პოზიციას არ ვამბობ მათი პოზიცია ახსნა რაც იყო რომ შენ თუ აი ამ ასე ვთქვათ პროდუქტის საყიდლად ფული არ გაქვს მე მოგცემ ამ ფულს და ნუ ამ ფულს იყიდი და ასე ვთქვათ მკურნალობ ამით ასე ვთქვათ ფულის მიცემა ხდებოდა ალბათ პრივილეგირებულ ფენაზე ხო და მოკეთ აი ამ ფულის გამოშვება მე პირიქით ის უკუ ეფექტს იწევდა და რეალურად ეხლა ჩვენ ესე არ უნდა ვუყუროთ რომ ფულის მასას და პროდუქციის წონასწორობიდან გამომდინარე ადგება ის ფასები რაც გვაქვს ეკონომიკაში და ხელოვნურად როგორც კი ჩაერევი და ეს ხელოვნური ჩარევა არის ფულის გამოშვება მე უკვე იწევს იმას რომ ინფლაციის მაჩვენებლები იზრდება ეს იმ პერიოდში იმ ასე ვთქვათ პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად რაც გააკეთეს აი მაგ საკითხებს ყვებით და დღეს ახლა თანამედროვე პირობებში კიდე სხვა რაღაც მიზეზები გვაქვს რის გამოც იზრდება ფასები ინფლაცია გვაქვს და რატომაც ვთქვათ ეროვნული ბანკი ზრდის ამ ფასებს